საქართველოს პრეზიდენტი ღია საზოგადოების ფონდების ორგანიზაციის საიუბილეო გალა მიღებას დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფონდს 20 წლის იუბილე მიულოცა. ღონისძიებას ფონდის დამფუძნებელი ჯორჯ სოროსიც დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა მას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. დღეს როდესაც შევხვდი ბატონ სოროს, მე გავიხსენე, რომ ეს არის მეორე ჩვენი შეხვედრა. პირველი შეხვედრის დროს მე პრაგაში სირიუს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კიბეებზე აურბოდის ზევით და ბატონი ჯორჯი ერგუს გერნერთან ერთად ჩამოდიოდა ამ კიბეზე. ის იყო ამ მომენტში იმ ინსტიტუტის დამფუძნებელი, რომელშიც მე ვსწავლობდი. იმის მერე გავიდა 20 წელი და მე დღეს შემიძლია ნამდვილად დიდი მადლობა უთხრა სოროსის ფონდს იმისთვის, რაც ამ ფონდმა გაუკეთა საქართველოს. დღეს ჩემს სამუშაოში, ჩემ ყოველდღიურ ცხოვრებაში სოროსის ფონდის ალუმნები, არის ხალხი, ვის დაკავშირებული იყო თავის პროექტებით ამ ფონდთან, ძალიან მნიშვნელოვან თუ არა გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ამ ფონდს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ამოცანები აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. მოდით ვიზეიმოთ, რასაც უკვე მივახციეთ და დაველოდოთ მომავალ სინანულის გარეშე. საქართველოში მართლაც ღია საზოგადოების არსებობა ვიზეიმოთ და არა ცალკეული ნაწილისთვის იყოს ეს სიკეთე ხელმისაწვდომი. I just want to say thank you. მინდა მადლობა გადაუხადო ჯორჯ სოროს ყველაფრისთვის, რაც მან საქართველოს მოუტანა ბოლო 20 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ჩვენ ყველა მას ერთად უნდა უთხრათ. Soros. Gaumar.